ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი უკვე 5 თვეა რაც ფუნქციონირებს. მას ბევრი მადლიერი ბენეფიციარი ყავს. შინმოვლის პროგრამა გულისხმობს იმ ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციას, რომლებიც საკუთარ თავს ვერუვლიან და ლოგინს არიან მიჯაჭულნი. ოჯახის წევრები ვითყავთ უკვე ეს ექთნები. ანუ ცოტა თუ დაიგვიანეს ცოტა ან რაღაცა ეგრევე ურეკავენ, რომ სათხარ როდის მოდიხარ რაღაცა ახალ წელსაც თუნდაც ჩემმა ერთ-ერთმა ექთანმა თუ რაც მისთვის გაიკეთა ის გაუგზავნა ერთ-ერთ ბენეფიციარსაც. და რა ვიცი, აი თითქმის ახალ წელს ხელცარიელი არც ერთი არ მისულა, არც ერთთან ელემენტარული ტკბილეული მაინც მიუტანის. ძალიან უყვართ ერთმანეთი, ძალიან მიეჩვენენ და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილები არიან, რაც მთავარია. პროგრამაში 4 ექთანია ჩართული, ისინი ბენეფიციარებს ყოველდღე 1 საათით აკითხავენ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას უწევენ. მათ შორის იმდენად თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ ექთნები ძალიან ბევრი საქმეს აკეთებენ, რაც მათ მოვალეობაში არ შედის. არის ყველაფერს ვუკეთებთ, რაც შეიძლება სითბოს, სიყვარული ჩვენგან არაკლიათ მაგენს წარსულზე ლაპარაკობენ ეს დაივიწყენ ის ცუდი მოგონებები, უკვე მომავალზე ვლაპარაკობთ, იმედები დასახული გვაქვს. მაგალითად სამამტყოფოში რო დაჭირდათ გადაყვანა, გადავიყვანეთ სამამტყოფოში გადავიყვანე, მე თვითონ მის ექიმს მოველაპარაკე. ელგა ჩხენკელი ძალიან დამიდგა გვერდით, ძალიან კარგი ქალია, ძალიან კარგი ექიმი მართლა, გულისხმიერი ადამიანი. ხო და გადამაყვანინა 5 დღე ტომოგრაფიაც გაუკეთეს, ანალიზებიც გაუკეთეს, ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარეს, გადასხმები გაუკეთეს. ხო და გახარებული წამოვიდა ის კაცი ასე გონია რომ ფეხზე დადგება, მე ახლა მარტისთვე გათენდებაო და მე უკვე ფეხზე დავდგებიო ამბობს. აი იმ ლუკმას რომელსაც მე ვჭამ, ზოგჯერ ჟარგონულად ბოდის გიხდით, მაგრამ იმასაც თუ მაგენს აქვს იმის სურვილი და რა აქვს ვიცი, აი იმასაც ვყოფ და მიმაქვს იმათთან. შინმოვლის პროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მასში 37 ბენეფიციარია გაწევრიანებული. ექთნების სიმწირის გამო მათი რაოდენობის გაზრდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მომავალში მოსამსახურე სამედიცინო პირის შტატი გაიზრდება.